გამარჯობა. ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე გესაუბრებით, ჩავწერთ ვიდეოს და გთხოვთ უყუროთ აუცილებლად. დაბადების წიგნში მოცემული ცნობები აღთქმულ ქვეყანასთან მიმართებით დადასტურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ გაყალბებულად გამეორდებით აღთქმულ ქვეყანასთან მიმართებით. ვართ მათემატიკებლები და ისევე როგორც სხვადასხვა ისტორიულ რელიგიათა მიმდევრები პატივს მივაგებთ ჩვენ სარწმუნოებას, მამაპაპათა დანატოვარს. სწორედ ამიტომ და გამომდინარე შემოქმედის ერთ-ერთი მცნებიდან არა იცვლო ჩვენ აღვადგენთ სრულ სურათს ისტორიული ფაქტების და მოვლენების გაყალბებისას. ვისაუბრეთ მიზნებსა და მიზეზებზე, ამასთან მხოლოდ ისტორიულ, რელიგიურ წყაროებზე და არქეოლოგიურ, მათ შორის დამწერლობითი არტეფაქტების მოტანით. ეს არ იქნება რაღაც ზოგადი ფილოსოფიური საუბარი. ბიბლიურ ცნობებს მიუსადაგებთ ისტორიულ ფაქტებს, თარიღებს და სრულ სურათს წარმოგიდგენთ გაყალბებისას. რამდენად სამართლიანი იქნება ჩვენი დასკვნები და შესაბამისობაში სიმართლესთან გთხოვთ თავად განსაზღვროთ. ჩვენი ყველა სიტყვა აწონილია და შეგნებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ამგვარ შემთხვევაში უნდა ვიტვირთოთ. ამიტომ დაინტერესებულ ადამიანთა მხრიდან დველით საგნობი მსჯელობას და შეფასებას. გავიხსენოთ დაბადებიდან უფლის სიტყვები აბრაამისადმი. ამით დავიწყოთ. უთხრა უფალმა აბრაამს, წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. წავიდა აბრაამი, როგორც უთხრა მას უფალმა, წავიდა მასთან ერთად ლოტი. 75 წლისა იყო აბრაამი, როცა ხარანიდან გავიდა. გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა, შენი მოდგმისთვის მომიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. აბრაამი წავიდა და კარვები გაშალა მითითებულ ქვეყანაში, სადაც ქანაანელები ცხოვრობდნენ. შემდეგ დატოვა ის და სხვა ტერიტორიაზე გადავიდა, ხოლო შიმშილობის პერიოდში კი ეგვიპტეს მიაშურა. თუ აღთქმულ მიწაზე მივიდა აბრაამი, სადაც საუკეთესო ბუნებრივი პირობები და სიუხვე უნდა დახვედროდა, პური, ქერი, ბროწეული და ასე შემდეგ, რატომ მიატოვა მან ეს ტერიტორია და შიმშილობის დადგომისას ეგვიპტეს რატომ შეაფარა თავი? პასუხი მარტივია, თანაც ერთადერთი, იმიტომ რომ ეს არ იყო აღთქმული მიწა. შემდეგ გაგზავნე კაცები, რომ დააზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს. მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში. გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან უფლის სიტყვისამებრ. ყველანი ისრაელთა თავრები იყვნენ. მათ შორის იყვნენ იუდა შტოდან, ეს არის ჩვენთვის სანდიასო, ქალები ეფუნესზე და ეფრემის შტოდან ოსია ნუნისზე, რომელსაც შემდეგ მოსემ უწოდა იესო, ანუ იესო ნავეს სახელით ცნობით. აგერ არის ფარანის უდაბნო. აქეთ არის მერე სინის უდაბნო. ესე იგი უდაბნოდან უდაბნოში ხარ გამოაგზავნა სამხრეთით წამოდიო. გავაგზავნოთ. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერად და უთხრა მათ, გაემართებით სამხრეთით და ახვალ მთაზე. მერე მოსემ აუხსნა თუ რა უნდა მოემოქმედათ. დაეზვერათ ქვეყანა, გაიგეთ როგორი ხალხი ცხოვრობდა, ძლიერი თუ სუსტი და ასე შემდეგ. საოცარია, მოსე მიმართავს ზვერავებს წავიდნენ სამხრეთით ფარანის უდაბნოდან აღთქმული მიწის დასაზვერად, თუმცა თუ ისინი წავიდოდნენ ამ მიმართულებით, მიადგებოდნენ ბოლოს და ბოლოს ინდოეთის ოკეანეში. ჩვენ არ შევალთ ამ საკითხების განხილვისთვის უფრო სიღრმეში, რადგან სურვილი არ გაგვაჩნია რევიზიონიზმისა. ჩვენი მიზანია აღთქმული მიწის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა, ხოლო ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან, რომლის მიხედვითაც თითქოს მზვერავები აღთქმულ ქვეყანაში იყვნენ, არ დასტურდება. მეტიც მტკიცდება საპირისპირო. სამხრეთისკენ წავიდნენ და მოხვდნენ ჩრდილოეთ მიმართულებაზე, თუმცა აქაც მცირე ცვლილებები ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით. ტექსტის ამგვარად არევ-დარევა ალბათ მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა, ან მოსემ არ იცოდა აღთქმული ქვეყნის ადგილმდებარეობა, ანდაც გადამწერებმა დაუშვეს შეცნობა, ან კიდევ შეგნებული, რათა გზაკვალი აებნიათ მომავალი თაობებისთვის. ახლა კი გავიხსენოთ, რას ეუბნება მოსე თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაზე. აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა, წადით და დაემკვიდრეთ
რომლის მოცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამაპაპას აბრაამს, ისააკს და იაკობს და მათ მოდგმას. ასე გითხარით თქვენ იმჟამად, მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება. შემდეგ ამბობს, თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის თქვენი ღმერთის ბრძანებას. ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ, სადაც ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერებით დავინახეთ იქო. მოსე საყვედუროს თავის ხალხს ღმერთის გმობის გამო და შეახსენეს მათ იმასაც, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა და რატომაც არ ისურვეს, რისთვისაც დაისჯებოდნენ. გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა, ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამაპაპას აღუთქვი. გარდა ქალებ იეფუნის ძისა, ის იხილავს მას, მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო. მეც განმრისხდა უფალი თქვენს გამო, ვერც შენ იხილავო მას. იესო ნავეს ძე შენს წინაშე რომ დგას, შევა იქ, ის გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას იერუსალიმისთვის. გავიხსენოთ, რომ ებრაელთა ერთი ნაწილი მართლაც მოვიდა იმდროინდელ საქართველოს ტერიტორიაზე და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მიხედვით უფრო ადრეც, ვიდრე ნაბუქოდონოსორ მეორის წარწყვნამდე. სავარაუდოდ მათ ჩამოიტანეს ცნობა მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლის შესახებ. ასევე უფალი ამბობს შემდეგსაც, ამ უკეთური მოდგმიდან ვერანი იხილავს იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამაპაპას აღუთქვიო. ანუ ქალებისა და მისი შვილების გარდა დანარჩენი ვერავინ იხილავდა აღთქმულ ქვეყანას. მერე კი მიმართავს მოსეს, იესო ნავეს ძე შენს წინაშე რომ დგას, შევაო იქ, გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას იერუსალიმისთვის. აქ მცინე წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ტექსტების შინაარსი, თუ ქალებისა და მისი შვილების გარდა ვერავინ იხილავდა აღთქმულ ქვეყანას, იესო ნავეს ძე დანარჩენ ხალხთან ერთად როგორ შეძლებდა იქ შეცვლას. ღმერთმა ხომ ფუცა და თქვა, ვერავინ იხილოს ამათ კაცთაგან ქვეყანა იგი კეთილთაი, რომელ ფუცე მამათა თქვენთა. სავარაუდოდ იესო ნავეს ძესთან მიმართებით საუბარია არა იმ აღთქმულ ქვეყანაზე, რომელიც იხილა ქალებმა, არამედ ახალ ტერიტორიაზე, რომელსაც დაიპყრობდა ნავეს ძე და იქ დაამკვიდრებდა თავის ხალხს, რადგან კიდევ ერთხელ გამმეორდებით მათ, რომლებიც იესო ნავეს ძესთან ერთად შევიდნენ იერუსალიმში, ღმერთი აღთქმულ ქვეყანაში არ შეიყვანდა. ეს რომ ასია, ამას ქვემოთ მოგახსენებ. და მნიშვნელოვანი ვარაუდი, ქალებ იეფუნის ძისა და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო. ქალებ იეფუნეს ძე იყო იუდაშტოდან, ხოლო იუდას გენეალოგია ასეთია: აბრაამი, ქვემოდან რომ დავიწყოთ, იაკობი, ისააკი და იუდა, ხოლო იგი გახლდათ დავით პირველ მეფსალმუნის წინაპარი, ის კი ბაგრატიონთა წინაპარი. დანარჩენი კი ადვილი განსასჯელია, ანუ ნამდვილ აღთქმულ მიწაზე მოიყვანა ღმერთმა ქალების შთამომავლებ და მისცა ეს ქვეყანა სამართავად, ანუ საქართველო. აქ შეიძლება ვინმე თქვას, რომ ასაკიდან ასაკოვან ადამიანებს არ შეიყვანდა უფალი აღთქმულ ქვეყანაში, თუ დაუბრუნდებთ ზემოთქმულს, ხოლო მათ შემდგომ თაობებს კი, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრება უფალმა მათ უთხრა, ამ უკეთური მოდგმიდან ვერავინ იხილავს იმ მადლიან ქვეყანას, ანუ საუბარია მთელს მოდგმაზე, დიდიან პატარიანად. ახლა გავიხსენოთ აღთქმული ქვეყნის შესახებ ცნობები, რა მახასიათებლები გააჩნდა მას, რათა უფალმა ღმერთმა შენმან შეგიყვანოს შენს ქვეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკვლურთანი დიან მთათა და ველთა, ქვეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქვეყანასა მას ვენახოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქვეყანასა კეთილსა თაფლისასა, ქვეყანასა მას რომელსა ზედა არა ცვინებულად სჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყოს მას ზედა, რომლისანი ქვანი
მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკვეთების სპილენძი. აქვე გავიხსენოთ, რომ მოსეს დროს თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ქართულ საქრონიკოს მერვისა მოქცევისა 385 მოვიდა ქართლოსიანთა ამბავი, რომელ ისრაელთან განვლეს ზღვა მეწამული მოსეს მიერ. ვიანგარიშოთ. აგერ გვაქვს ნაანგარიშები. ესე იგი 7 მოქცევა იყო სრული, 532 7-ზე გავამრავლოთ და დავუმატოთ მერვე მოქცევის 395 წელი. მერე აი ეს რიცხვი გამოვაკლოთ 5604 წელს, ანუ დასაბამს ქვეყნისას და მივიღებთ 1485 წელს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 1485 წელს. მაშასადამე ამ წელს მოვიდათ ამბავი ქართლოსიანებს, რომ მოსემ და მისმა ხალხმა განვლო მეწამული ზღვაო. ამასთან შესაძლებელია იმავე წელს ჩამოვიდა ეს ამბავი, ან მოგვიანებით. შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს. ესე მოთხრობა აქა მიღებულ არს ეგვიპტის ისტორიისაგან და სხვათა მე ისტორიათა სოფლიოთა საზოგადოსა სოფლიოთა მომთხრობელთა სეზოსტრის ივერიად მოსვლა. ამაზე ცალკედ შევწერთ ვიდეოს და უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ, მაგრამ ზოგადად გეტყვით. მაშასადამე ამ პერიოდისთვის ძველი წელთაღრიცხვის 1485 წელი ქართველებს უკვე ჰქონდა დაახლოებით 13 საუკუნოვანი სახელმწიფო დაარსებული. ახლა კი მიყვეთ ჩამონათვალს თან მიმდევრობით, დავიწყოთ დინარეებით და წყაროებით. ასეთი ბუნებრივი პირობები იესო ნავესის ძის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე არ არსებობდა. თად და ბარად მდინარეები და წყაროები მოედინებიანო. ეს ხო არათავსებადი ცნობები აღნიშნულ ტერიტორიასთან მიმართებით. სამაგიეროდ მიესადაგება საქართველოს ტერიტორიას მთებით, ველებით, მდინარეებითა და წყაროებით, მათი რაოდენობით, მრავალფეროვნებითა და სიუხვით. აქვე განმარტავთ თავიდანვე, რომ არავის არაფერს ვედავების. საქართველოს მაშინდელი ტერიტორია იყო უფლის მიერ ჩვენთვის აღქმული ქვეყანა. გავიხსენოთ ლეგენდაც, მიწარომ გვაჩუქა ქართველებს უფალმა. ასევე გავიხსენოთ, რა უთხრა ნებროთ მიქაელ ანგელოზის პირით უფალმა. გამოდი მაგ შენი ნაშენები ქალაქიდან, რადგან იორს გამოაქვს 64 სურნელი და წადი ევფრატსა და ჯილას მიმართულებითო. ამაზე ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და გთხოვთ ნახოთ, საინტერესო. ხოლო ამ ტერიტორიაზე დაასახლა თარგამუსი. შემდგომ კი ქართლოსი და მისი ძმები და მთელი კავკასია მოიცვეს მათ და დაარსეს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს შესახებ აღნიშნული ცნობები შეტანილი იყო ნებროთის წიგნში. ჯუანშერსაც აქვს და ლეონტი ბროვერსაც, აი მეფე მირიანმა რომ სარწმუნება ქრისტიანობა აღიარა სახელმწიფო რელიგია და ეს სიუჟეტი ინტერპრეტაციით მოსეს ხალხთან მიმართებით აისახა დაბადებაში, ანუ წაიღეს აქედან და გადაიტანეს დაბადებაში. და ის წიგნები, ნებროთის წიგნი და მატიანის შემეცნებათა გაქრა საერთოდ. გავიხსენოთ ჩამონათვალი. მანამდე კი ამ ფაქტების არგუმენტირებისას შეიძლება საბირწონედ დადგეს 3000 წლიანი დროის ფაქტორის გათვალისწინების შესახებ საკითხი, მაგრამ ისტორიული, გეოგრაფიული და სხვა წყაროები ბუნებრივი კლიმატური კატაკლიზმების შესახებ პროცესს აღნიშნულ ეპოქაში არ გვაუწყებენ, ანუ იმ მოსეს დროინდელ ეპოქაში. ამასთან რაღაც განსხვავება დასაშვებია მოცემულობით რბილი კლიმატური პირობები, თქვათ აი უდაბნოში, მაგრამ არც დიდი განსხვავება. შემდეგ ეს არის ასევე ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, ბროწეულისა და თაფლის ქვეყანაო, თუმცა თანამედროვე ქართულ ბიბლიურ ტექსტში აღნიშნულ ჩამონათვალში გვხვდება აგრეთვე ზეთისხილიც, რომელიც წარმოდგენილია ბერძნულსა და თანახში. ამიტომ ჩვენც დავამატოთ ეს ჩამონათვალში. მაშასადამე ქვეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ანუ ხორბლისა და ქერის ქვეყანას. ხოლბარი და ქერი, მოკლედ გავიხსენოთ მათი წარმოშობის ისტორია. ხოლბარი 27 სახეობიდან ხორბლის 14 ქართულია, ამათგან კი 5 ენდემურია. ხორბლის დანახშირებული
მარცვლები აღმოჩენილია სამარხებში, კოლხეთის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 ათასწლეული. ალბათ ეს ცნობებიც საკმარისია. ქერი უძველესი ქართული მცენარეული კულტურაა, ველურად იზრდება კავკასიაში. გავიხსენოთ სულხან-საბას მიხედვით ეწოდებოდა ქთილი. თანამედროვე მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი ქერის კულტურასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულის დაწესია ქერი, ხოლო შემოდგომისა თილი, აი ქთილს რო უწოდებდნენ. თუმცა ჯავახიშვილი ამას არ იზიარებს. კაპანაძის აზრით კი ქთილი შედგენილია ორი ქორ, ქერი და თილ სიტყვებისაგან და თილიო იგივე დოლიაო, დოლის პური. შემდეგ მოდის ვენახი. ეს კულტურა რომ ქართული ენდემური ჯიშია, ამაზე უკვე არავინ დაობს. მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიბწების ასაკი ძველი წელთაღრიცხვის მე-7 ათასწლეულია. ეს წიბწები განეკუთვნება ენეოლითის პერიოდს და აღნიშნული არტეფაქტი არ არის გამონაკლისი. დიხა გუძუბაში, ანაგლის ტერიტორიაზე ასევე იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიბწები, რომელთა ასაკიც მცირედით 1000 წლით განსხვავდება, უფრო ახალგაზრდა არის. მოდიშით 2007 წელს მარნეულის ველზე ნამოსახლარის ახალი გათხრების შედეგად ისევ იქნა აღმოჩენილი ვაზის რამოდენიმე წიბწა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს უძველესი წიბწები ვაზის კულტურულ სახეობას ვიტის ვინიფერა სატივას მიეკუთვნება, ხოლო თიხის ჭურჭლის ერთ-ერთი ფრაგმენტის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ღვინის მჟავის კალციუმის მარილის კვალი. ანუ წურავდნენ ან ბადაკს და ღვინოს ჩვენი წინაპრები. ამასთან საქართველოში მიაკვლიეს ველური ვაზის ჯიშ კრიკინას, რომლის მეცნიერული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ის სწორედ ყველა ვაზის წინაპარია. გადავიდეთ შემდეგზე, ლეღვი. მეცნიერები თვლიან, რომ ამიერკავკასიასა უნდა განხილიყო ლეღვის წარმოშობის და მრავალფეროვნების ერთ-ერთ ცენტრად, რადგან მისი მოშინაურების ყველა ფაზა ჩანდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ველური გარდამავალი და თანამედროვე მებაღეობა. ბროწეული მეცნიერებმა დაადგინეს კულტივირებული მცენარეების წარმოშობის ცენტრები. ბროწეულის კულტურის გაჩენას უკავშირებენ კულტივირებული მცენარეების წარმოშობის დასავლეთ აზიურ ცენტრს. მოიცავს შიდა აზიას, ამიერკავკასიას, ანუ მათ შორის საქართველოს, ირანს და მთიან თურქმენეთს. სწორედ აქ არის თავმოყრილი ველური ბროწეულისა და კულტურული ფორმების უდიდესი მრავალფეროვნება. მაგალითად, ბევრი მკვლევარი და მათ შორის დეკანდოლი ამბობდა, რომ ბროწეულის კულტურის წარმოშობა უნდა მიეწოროს ყველაზე შორეულ პრეისტორიულ საუკუნეებს, ანუ რამდენად უძველესი იყო ჩვენი ესე ბროწეული, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც ხარობდა. ზეთისხილი. საქართველოში ამ მცენარის 60-ზე მეტი ჯიში არსებობდა. უცხოურ წყაროებში აქ-იქ არის ამაზე ინფორმაცია. მის წარმოშობა უკავშირდება სამხრეთ კავკასიას, ირანის მაღალ მთიანეთამდე, სირიასა და პალესტინას ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ანუ ზეთისხილი, ესე იგი, იქაც ხარობდა. აი ამ ტერიტორიებზე, პალესტინის მიდამოებში. ახლა გადავიდეთ თაფლზე. საქართველოში, კერძოდ ბორჯომის ტერიტორიაზე, სარკინე აღმოჩენილ სამარხში მიაკვლიეს დაახლოებით 5000 წლის წინანდელ თაფლს თიხის ჭურჭელში. ქართული თაფლი ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილ ეგვიპტურ თაფლზე უფრო ძველია, რომელიც ყველაზე უხსნელსად მიიჩნეოდა აქამდე. და ყველაზე მთავარზე ახლა გადავიდეთ რკინაზე. რკინა გავიხსენოთ ზოგადად ანატოლიაში, შავი ზღვის აუზის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სახლობდნენ ხალიბები, რკინის კედლები, ქართული მოდმის ტომი. რკინის ხანის დასაწყის პერიოდად ზოგიერთ მეცნიერი მიიჩნევს ძველი წელთაღრიცხვის 1200 წელს. ანუ მოსემ რო თქვა, ამას ქვემოთ გეტყვით, გაცილებით გვიან დაიწყო რკინის ხანა. თუმცა კაცობრიობა რკინის ნაკეთობებს უფრო ადრინდელ ეპოქებშიც ქმნიდა.
ეს იქმნებოდა მეტეორიტული არის რკინის მძივები 3200 წლის ძველი წელთაღრიცხვის თუ მადნეული წარმოშობისა. მადნეულის არის კამან კალეჰოიუკის ნაკეთობები. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 2000 წელი. ამასთან ურეკში მთელი სანაპირო ზოლი დაფარულია ეგრეთ წოდებული მაგნიტური ქვიშით, რომლისაგანაც ამ ახლო პერიოდში უძველესი ტექნოლოგიის გამოყენებით გამოადნეს რკინა. სავარაუდოდ ჩვენი წინაპრებიც ამგვარად ადნობდნენ რკინას და სხვათა შორის ის ძველი ქურაც აღადგინეს თიხისგან გაკეთებული. და კიდევ ერთი სპილენძი აღნიშნული ლითონის საბადოების უამრავი არის საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის მე კალაში გარევით ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ რვალს, ანუ ბრინჯაოს. აქ არის ოყურეში, ოფიტარას და ასე შემდეგ აღმოჩენილია აგრეთვე ქურებიც. მათ შორის გლაკლიანი გორაზეც არის აღმოჩენილი ქურა, რომლის ასაკით 3000 წელია. უკან დაბრუნებულმა წარგზავნილებმა მოსეს ასეთი ამბავი ჩამოუტანეს. უამბეს და უთხრეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გავგზავნე, მართლაც ზედა თაფლი დის იქ. აჰა, მისი ნაყოფებიც. ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში. ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი. ყანაკის ნაშიერებიც ვნახეთ იქო. ანუ ბუმბერაზები, გოლიათები, რო ვთქვა. ქალებმა იეფუნესემ გააჩუმა თავისიანები და თქვა, რომ შეეძლოთ იმ ქვეყნის დაპყრობა, ხოლო დანარჩენებმა თქვეს, მათი ქალაქები ზღუდაშემოვლებულია და მრავალრიცხოვანიაო, კალიებს გავდით მათ წინაშე. ასაკგრძელნი არიანო, ანუ დიდი ასაკი აქვთო, მოხუცებიც არიანო, ვერ მოვერევითო, მათ ქვეყანას ვერ დავიპყრობდო. გავიხსენოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა 2008 წელი ბორჯომხარაგაულის ტყეპარკი. მწყემსებმა იპოვეს გიგანტური არსების ძვლები, რომელთა შემდგომმა კვლევამ დაადასტურა, რომ ისინი ჰომო საპიენს ეკუთვნოდა. ძვლების ასაკი დაახლოებით 25000 წელი იყო. თუმცა მათ შესახებ არსებობს წარღვლის შემდგომი პერიოდის ცნობებიც. ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა შირაქის ველზე, დიდნაურის ნაქალაქარი. მისი ასაკი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნეა, დაახლოებით მოსეს პერიოდი. არქეოლოგებმა მიაკვლეს სხვადასხვა არტეფაქტებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩონჩხები, ადამიანთა ჩონჩხები, რომელთა სიმაღლეო სავარაუდოდ 12-ზე მეტი უნდა ყოფილიყო. მართალია ეს არ გახლავთ გიგანტური, მაგრამ ზოგადად ადამიანისთვის არადამახასიათებელი სიმაღლეა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. საშუალო სიმაღლის ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიწევდა. ამ შემთხვევაში გულისხმობთ მოსეს წარგზავნილებს. კალიები ჩამდითო, რომ განაცხადეს. გიგანტურ გოლიათ ადამიანებზე ახლა ქართულ მითებში და ლეგენდებში და ზღაპრებში, მათ შორის სვანურშიც არის წარმოდგენილი რაღაც ცნობები. ახლა კი მთავარი მოსეს წარგზავნილები, კონკრეტულად ქალები საქართველოში სავარაუდოდ შემოვიდა შავი ზღვის სამხრეთის მიმართულებიდან. სამხრეთი ანატოლია, საიდანაც მერე მიაღწია როგორც კახეთს, ასევე კოლხეთს. ზად მრავალი ღელე, წყარო თუ მდინარე შეხვდებოდა ქალებს. ალბათ ადგილობრივი მცხოვრებისგან კიდეც მიიღო ინფორმაცია აქარული ბუნების შესახებ, მცენარეებზე, მოსავლიანობაზე და ასე შემდეგ. დაყოფით ჩაუტანა ალბათ გამხმარი სახით მოსეს. ამ მონაცემების შემდგომ დავიწყეთ მოსეს ცხოვრების პერიოდის დადგენა, რომელიც ისტორიულ წყაროებში არ არის დაზუსტებული და ძველი წელთაღრიცხვის მე-18-მე-13 საუკუნეების დიაპაზონში მერყეობს. ანუ აი აქიდან იქამდე რა, ზუსტი ის არ იციან. და ჩვენ დავადგინეთ. ახლა კი მნიშვნელოვანი ცნობები. დავიწყოთ თეიმურაზ ბატონიშვილიდან. ხოლო შემდგომად დანთქმისა, მეწამულისა, ზღვასაშინა, ამენოფისსა, ფარაოსა იქმნა ძეი მისი სეზოსტრის მეგვიპტელთა ზედა მეფედ. ამან დაიპყრო ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკმოქცეული
მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინ აღუდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგებნეს საზღვარსა ზედა ქვეყანისა თვისისა, ხოლო მიმგებელნი იყვნენ მამასახლისის ზემოისა და ქვემოისა ივერითა რჩეულთაგან მამაკაცთა პატიოსანთ, ანუ დიდებულების და მამასახელისებიო, ზემო და ქვემო ივერიის, ანუ ერთიანი საქართველოს. ზემო ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ საქართველოს ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლების შუახანებისთვის ჯერ კიდევ უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფო, რაც თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებითაც დასტურდება. სეზოსტრის მიეგებდნენ ზემო და ქვემო ივერიელებიო საქართველოს მამასახლისები, დიდებულებით და ასე შემდეგ. გადავიდეთ შემდეგზე. თეიმურაზ ბატონიშვილი ერთ მეტად მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის სეზოსტრისა და არგონავტების შესახებ. ხოლო სეზოსტრის მისაგან ვიდრე არგონავტთა მოსვლამდე კოლხიდან გარდახდეს წელნი 267 და იყვნენ ყოვლითურთ შვიდობასა და განსვენებასა შინა ყოველი ივერია. ანუ არგონავტთა და სეზოსტრის შორისო მოსვლა შორის არისო 267 წელია. წერთა დასამამითგან სოფლისა ქართულისა ქრონიკონთა მეცხრისა მოქცევისა 153-ს იქნა მოსვლა არგონავტთა ქვემო ივერიად კოლხიდან პოვნად ოქროს მატყლოვანისა ცხოვარისა. ჩვენ ვიანგარიშეთ ესეც, აგერ გვაქვს. ესე იგი 9 მოქცევიდან 8 მოქცევა იყო სრული 532 8-ზე და დამატებული 153 მე-9 მოქცევის აი ეს წელი. და გამოვიდა ძველი წელთაღრიცხვის 1195 წელი. ამ წელს ჩამოსულან არგონავტები კოლხეთში. ხოლო ახლა შემდეგ რა მოხდა? რადგან ცნობილია თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით კოლხეთში არგონავტთა შემოსვლის თარიღი და იგი ტოლია ძველი წელთაღრიცხვის 1195 წლისა, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ სეზოსტრის ასევე კოლხეთში ყოფნის პერიოდიც. ამ ორ მოვლენას შორის ბატონიშვილის ცნობით გასულა 267 წელი. ესე იგი 1180 აგერ გვაქვს 15 დამატებული 247 და 67. ბოდიში 67 და მივიღებთ ძველი წელთაღრიცხვის 1462 წელს. მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს დაკავშირებულს მოსეს ცხოვრების წლებთან. ამ პერიოდში მოსე, ესე იგი დაახლოებით ამ პერიოდში ცხოვრობდა, რომლის მიხედვითაც შევძლებთ სხვადასხვა თარიღთა დადგენას. ეს კი ბევრ უზუსტობას ახდის ფარდას. მაშასადამე მეწამული ზღვით მოსეს მიერ თავისი ხალხის განყვანების შემდგომ ძველი წელთაღრიცხვის 1485 წელს ქართლოსიანეს მოუვიდათ ამის შესახებ ცნობები, ხოლო ამენოფისი, აი რომელიც დაინთქა, ამენოფის თulis თეიმურაზ ბატონიშვილი, ფარაონი, რომელიც მეწამულ ზღვაში დაიწყა. ჩვენ დავადგინეთ, რომ იყო ამენჰოტეპ პირველი, რომელიც გარდაიცვალა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1506 წელს. ასეა მეფეთა სიებში, ფარაონთა სიებში და ზოგი ვარაუდობს, რომ 10 წლით გვიან გარდაიცვალა. მოსემ ამის შემდგომ თავისი ხალხი დაახლოებით 40 წელი ატარა უდაბნოში, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 1456 წლამდე. თუ გამოვაკლებთ 1506 წელს, აი როცა დაინთქა ზღვაში ფარაონი. და ისიც გარდაიცვალა მოსე უკვე დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1550 წელს. ამის შემდგომ მისი ხალხის 1400 ამის შემდგომ მისი ხალხის მამამთავარი შეიქმნა ისევ ნავესის ძე იოსე. ახლა რაც შეეხება მათ მიერ აღებულ პირველ ქალაქს ნავესის მიერ, როდის იყო ეს პროცესი, ეს ბრძოლები, რა არის ცნობილი იერიქონზე პირველი ქალაქი, რომელიც აიღო.
იერიქონი ბიბლიურ ისტორიაში ცნობილია როგორც პირველი ქალაქი, რომელსაც ებრაელები იესო ნავესის ძის მეთაურობით თავს დაესხნენ იორდანეს მდინარეს გადალახვის შემდეგ. ებრაელებმა ეს მთლიანად გაანადგურეს და ძირფესვიანად დაანგრიეს და ყველა გაწყვიტეს. და მისი აღდგენაო მოხდა შემდეგ მოგვიანებით ბეთელი ჰელის მიერ ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში. ახლა გავეცნოთ იერიქონის ისტორია. შუაბრინჯაოს ხანაში იერიქონი ქანაანის გამოჩენილი ქალაქი იყო, რომელმაც აღზევებას მიაღწია ძველი წელთაღრიცხვის 1550 წლების პერიოდში. იერიქონი დაეცა მე-16 საუკუნეში, შუაბრინჯაოს ხანის ბოლოს. ქალაქის განადგურების ფენიდან კარიბრირებული ნახშირბადის ნარჩენები, ესე იგი ძველი წელთაღრიცხვის 1617-1550 წლების პერიოდით თარიღდება. სავარაუდოდ დაიპყრეს ეგვიპტელებმა, აი მე-16 საუკუნეში სავარაუდოდ ეგა. ნახშირბადის დათარიღებამ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1573 წელი აჩვენა. დაადასტურა ეს. სტრატიგრაფიული დათარიღების სიზუსტე დაახლოებით არის 1550 წელი. ანუ ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-16 საუკუნის შუახანები, რაც გამორიცხავს ებრაელების მიერ იმ ეპოქაში ამ ქალაქის დაპყრობას. ეს მოხდა მოგვიანებით 1 საუკუნის შემდეგ. რადგან ჩვენს მიერ ზემოთ გამოთვლილი თარიღით დაფუძნებული თეიმურაზ ბატონიშვილის მონაცემებზე მოსეს მიერ თავისი ხალხის მეწამული ზღვით გამყვანება მოხდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1506 წელს, ესე იგი იერიქონის დაცემიდან დაახლოებით 50 წლის შემდგომ ფარაონ ამეხოტეპ პირველი ამენოფისის გარდაცვალების თარიღისთვის ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ძველი წელთაღრიცხვის 1495 წელს გარდაიცვალა ამენჰოტეპი, რადგან დავადასტურეთ, რომ სწორედ მას გაექცა მოსე, ანუ სავარაუდოდ თარიღი მოსეს გარდაცვალებისა იქნება ძველი წელთაღრიცხვის 1506 წელს გამოაკლოთ 40, ანუ ზევიდან ქვემოთ წამოვიდეთ. და ეს იქნება ძველი წელთაღრიცხვის 1446, ნუ 1450 წელი. 66 წელი. ხო, ნუ დაახლოებით 66-ია, მაგრამ 1450 ავიღოთ ცნობილებით. ესე იგი ამ პერიოდში გარდაცვლილა მოსე. ეს არის მე-15 საუკუნის შუახანები. მეცნიერთა ვარაუდით იესო ნავესზე, ანუ ეხოშუა ბინ ნუნი ცხოვრობდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-14-მე-13 საუკუნეში. მართალია, მანაც დიდხანს სიცოცხლე 100 წელი და აქაც კიდევ 1 საუკუნეზე მეტია ცდომილება იმ იერიქონის აღებისა მე-16 საუკუნეში რომ აიღესო ეგვიპტელებმა. დაბოლოს მოსეს ცხოვრების წლების შესახებ მუდმივი დავაა ისტორიკოსთა შორის, რაც ჩვენ დიდი სიზუსტით დავადგინეთ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით, როცა შევძელით მოსეს ეპოქის ფარაონის სახელის დადგენა ამენჰოტეპ პირველი და დავადასტურეთ არგუმენტირებულად და ამას ჩვენ აუცილებლად ჩავწეთ ამ ვიდეოს. ძალიან საინტერესო ვიდეოა იქნება და თანაც ცნობები ის არის საქართველოს და მიმართებით არის მნიშვნელოვანი. ამასთან ის ტერიტორია, რომელზედაც განსახლდნენ ნავესის ზედა მისი ხალხი, წარმოადგენდა ნახევრად უდაბნოს და ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა ვერ იქნებოდა. ისინი ისედაც ცხოვრობდნენ ასეთ პირობებში, ოღონდ ცოტა შეიძლება უფრო ძიმე პირობებში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ აი ეს სადაც არ უნდა ავიღოთ აქ ცხოვრობდნენ ფარანის უდაბნოში და აღთქმული მიწა ხო ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერი უხვად იყო, სულ ყველაფერი კინა, სპილენი და ამ შემდეგ ზემოთ მოგახსენეთ ყველაფერი. ჩვენ იმას კი არავის ვედავებით, ვინსად განსახლდა და რატომ, არამედ სხვებმა რატომ სადეს ქართული კვალის აშლა ისტორიიდან, ძველი ბერძნებიდან დაწყებული, თუმცა უშედეგოდ სწორედ
ასეთმა მდუმარებამ წინა პერიოდებში და გაყალბებისადმი ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს უკვე გვაქვს სრულიად გაყალბებული საქართველოს ისტორია განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში. ამით ახლა დავამთავრებთ ამ ეტაპზე საუბარს, შემდეგ ვიდეოებს კიდევ უფრო საინტერესოს ჩავწერთ და გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს და თქვენ კი გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი და დაგვიკომენტაროთ რა არის საინტერესო, რა არ არის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება. დიდი მადლობა.